Civadra de mi gurebam toareo Guldzivo lamaso Sigaribem suxarebi damavso Xedav guzla xvari damaso Gzebi maitz gaminadem toareo Amari dekatis borotvas Ravaknam yetzert Кетил цод ваш чавиде, шемам хедевалинца. Hi. დღეს არის open air-ის დღე. და მეც გუშინ დავიწყე გვიან 6-იც მახსოვს რომ მეღვიძა. ხო გავიღვიძე პირველზე. ცოტა ხეში უნდა ავდგე, დავიბანო ეს თავი, ჩავიცვა ყველაფერი. მაგრამ კარგად ეწევა. აი ხალხო ნახეთ როგორი დატენვითი სამუშაოები მიდის, რო თქვენ კარგი კონტენტი მოგაწოდოთ. აიმე ისე მეზარება სხვათა შორის რო არ მოვიტყულო. მაგრამ ეხლა დავიბან მუსიკებს ჩართოთ მაგთხოთ ხალხო. ჩემი მეიქაპი, ანუ ბაზარი, ტოპ დავსვი, ცოტა მუქა წავისვი, მუქი ტონალური შევურია, მოიცა განახებთ. ეს ორი შევურია ერთმანეთს და 8. ძალიან happy ვარ, რომ აი მეიქაპი კაი გამოვიდა. თვალე ფანქარი და ტუში დამრჩა. წავედით. Let's go. You're my kitty cat and it წავედით, მოვდივართ, ამიჭრელდა ყველაფერი სანამ ამოვედი. ძალიან მიხარია რომ ზეც არ ჩასულა სანამ ჩვენ მოვედით. მაგრამ ეხლა წინა წელს უფრო გვიან ამოვედი და ყოველ წელს ვამბობ რომ ძალიან ადრე უნდა ამოვიდე, მაგრამ წელს შევწელი დედასთან ერთად რა თქმა უნდა. Mother. შევედი! ძალიან მიხარია, ეხლა წავდით პირველ რიგში იოანე უნდა ვიპოვოთ. დედას, დივას და მეორე დივას შეხვედრა. ახლა უფრო გამიხარ და არ მოგატყუებ. მართლა, პროსტა. სურათს გადაგვიღერა. პირველ რიგში მოვედით რომ წვადი ვჭამოთ, იმიტომ რომ ძალიან მშია. ეგრევე წინა წელსაც ხო თელი open air-ით ჭამდი. წელსაც უნდა ვჭამე. ლობიანი გვაქვს და მწვადი მენიუში.
Kas მეუბნებოდი? გასწრაფილი ვარ სივართაგერ ელო შემოგვიერთდა აქტეტა ველოდებით ახლა თან სოფოს და ადის, მაგრამ თან ვისვენებ და ვზივარ, თან ძირითად tower stage-ზე არავინ არ არის. და ცოტა ხანი დავჯდები და ვისვენებ და სხვა შორის ნახეთ. ვეღარ გაუძლო მესამე წელს ოფენისას. რო არ მოვიტყო, ცოტა დავიღალე და ცოტა ვშფოთავ. რომ დავიღალე, ალბათ ვადიტო. ველოდებით არას და მერაბ სეფაშვილს და უკვე დაღლილები. ხო, ცოტა დავიღალე მეც, მაგრამ ანუ ეგ არის დღისით რო ამოდიხარ თან საცობები რაღაცა იღლები, მაგრამ საუკეთესო დაღლა არის ეს ალბათ. ანუ ორივე ერთნაირი თვალები რო გვაქვს. ხო, ზუსტად ერთნაირი თვალები. თვალი ბრიალა. მოკლედ, ანუ
საოცარი იყო ჩვენ 12 საათზე წამოვედით Bedford Falls აღარ დაველოდე კი ძალიან მიყვარა მართლა მაგრამ ხვალ რაღაც საქმეები მაქვს და ხვალაც უნდა ავიდე და ხვალ კიდევ უფრო მაგარი იქნება საოცარი იყო მართლა შემიძლია თავისუფლად თქვა რომ აი ამდენ წლიანი open air-ის მერე ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი open air-ი ყველაზე განსაკუთრებული open air-ი თან სახეს დავიბან თან ის არის რომ ან დედაჩემი ხალხო იმდენად ბედნიერი იყო და იმდენად უხარო და თასულობობდა რომ მაიმე მე რა ჩემი ახალგაზრდობის ჩემი თინეიჯერობის სიყვარულია და ძალიან მიყვარდა და სულ ვუსმენდი მის მუსიკებს და რაღაცები რა და თან დედაჩემისთვის პირველი ფესტივალი იყო და მაიმე რამდენი ხალხია მართლა რა კაი ყოფილა შემდეგ წელსაც წამოვალ და მოკლედ აი უბედნიერესი იყო და აი ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე განსაკუთრებული ფესტივალი, კონცერტი, საერთოდ ყველაფერი მართლა, იმიტომ რომ დედაჩემი იყო ჩემთან ერთად და ანუ ყოველთვის მაგ TikTok-ზე რო არის ის მომენტი, რომ ის ვიდეო რაღაცა, რომ it's our parents first time living too. ანუ მართლა ეგრე არის რა, პატარა ბავშვებით იყო, იმენა ჩემი დაქალია, ჩემი სიყვარული უზომოდ მიყვარს დედაჩემი რა გავაკეთო და აი ძალიან კაი დრო ვატარეთ. თან ანუ არ ვიცი დღეს რა მოხდა, ეხლა ნუ აღარ მაქვს ეგრე კარგად მეიქაფი, მაგრამ მეიქაფი მქონდა ხალხო საოცრად. ანუ საოცრად. ანუ ყველაფერი ისე გავაკეთე, ერთადერთი ტონალურები შევურიე, კი გითხარით. და ანუ საოცრად მქონდა მეიქაფი და ანუ ფოტოები უკვე დავდროფე, იმინა ხამის 2 საათზე დავდა იმდენად მომწონა ფოტოები, რომ ვერ მოვიწმინე რაღაც ფოტოები ჯერ არ დამიდია. ხვალაც ავალთ, ხვალაც გადავიღო ფოტოებს, მაგრამ თან ხვალ რომც ვერ გადავიღო კარგი ფოტოები. კიდია, იმიტომ რომ დღეს ხო გადავიღე კაი ფოტოები და open-ზე პირველად მაქვს ფოტო გადაღებული მართლა და გაუმარჯოს კამერას. ეხლა წავედი მესახის დავიბან, თან უნდა დავიძინო და ბაიმე ხვალ ისევ open-ი არის, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, განსაკუთრებით თინეიჯერები. ბავშვები ცნობდნენ, ჩემთან ფოტოებს იღებდნენ და ვერ წარმოიდგენთ რამდენად მადლიერი ვარ მართლა ვიტირებ ახლა ანუ იმდენად კარგი დღე იყო და იმდენად სიყვარული და მადლიერებით სავსე დღე იყო რომ აი უდიდესი მადლობა ყველას უდიდესი მადლობა სამყაროს და ღმერთს ამ დღისთვის რომ ესეთი კაი გამოვიდა და იმაზე კარგი ვიდრე მეგონა რაღაც მომენტში მეთქი თაკოი ძალიან მაღალი მოლოდინები არ გქონდეს თუ რაღაცა და იმაზე მაგარი რო გამოვიდა ვიდრე მეგონა ძალიან ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემთან მოვიდა ვინც ჩემთან არ მოხვედით მაგათაც ძალიან მობედნიერებს მე თქვენი ნახვა ყოველჯერ ხანდახან კი ცოტა უხერხულად ვარ მაგრამ ზუსტად იცოდეთ რომ ძალიან მიხარია მე თქვენი ნახვა და ძალიან მიყვარხართ და აი მე ძალიან მადლიერი ვარ ამ დღეს იმენა მართლა მეტირებ ერთსული მაქვს ეხლა მივიდეთ დღეუში უცბად ჩავწერო რა ღმერთო ის რა მაგარი დღე იყო მთელი ცხოვრება მევახსოვრება და რაღაცები რა მოკლედ საოცარი დღე იყო და ესეც საოცარ დღებს ვქნით ჩვენ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ დღემდე ყავს პოლიტპატიმრები რომლებიც მეტირება რომლებსაც არ აქვთ ისეთი საოცარი დღეები, ან თუნდაც ჩვეულებრივი დღეები, როგორიც გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ რითმში. ვერ დადიან ისინი ფესტივალებზე, ვერ ერთობიან მეგობრებთან ერთად, ვერ ნახულობენ თავიანთ ოჯახის წევრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გავითავისოთ და ყველამ გავიაზროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ესეთი კარგი დღეები და რაღაც მომენტში ვიყოთ ბედნიერები, ყოველთვის ლოდად გვადევს ის ადამიანები, ვინც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ჯერა რომ ეს ადამიანები გამოვლა და მე ყველა ერთად კიდევ უფრო კარგად ვიგულავთ, იმიტომ რომ როგორც მერაბმა თქვა, ზღაპრის ბოლო კეთილია, აუცილებლად კეთილი უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ, ისევ ჩვენ. Bye, ხვალ ნახავთ. ისეთ მოგრიგული იყო. ეგრეს სოткаვა. კარგად ვარ? რა კარგად გა. ხო, ბოლო წამს მოვიფიქრე, წავედით ფესტივალზე დღე 2.
დღეს გაწვიმდა და მე დღეს არ წამოვიღე ქოლგა, დღეს არ წამოვიღე მეორე მაისური, მაგარია ძალიან. ამოვედით წვიმს, ყველამ დაითხრია საწვიმარი ჩემს გარდა, იმიტომ რომ ვერ მივუსწარით, მაგრამ მაინც ძალიან კაია. ძალიან თავსხმა არ არის, რაც კარგია და მე რო ქუდი წამოვიღე, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სახეში არ მოწვიმს. გუშინაც მწვადი ვჭამე და დღესაც მწვადი მინდოდა და მწვადი აღარ არის და ფრის რიგში ვდგავარ. კარტოფილ ფრის რიგში ვდგავარ ნამდვილად და აქ ვიტყვეს გვერდზე გივიკო ბარათაშვილი და დღეს გავიგე გოგოებო, რატომ არის ამ ბიჭზე ჰაიპი. ანუ როგორც იქნა ჭამთ ახლა ბაოებს, სუნარ ფისოში ავიღეთ, კარტოფილ ფრის ველოდებოდით იმაზე ვიქათ ვიდრე ამას. ოფიციალურად, თუმცა ცივია. მაგარია ძალიან და დღეს წამოვიღეთ ჩემი მიწექით, პლედიც როგორც იქნა და ეხლა დავჭექით ძირს. არა დაიწყო, ეხლა წესით მწვანე ოთახი უნდა იყოს 11 საათია. კიდე კაი მიწექი წამოვიღე ამჯერად, იმიტომ რომ გუში ძალიან დავიღალე, ესე უაზრო დრო დავდიოდი რა. და ანუ არ ვიცი, რომ ამოვედით უკვე აღარ იყო მუსიკა, რაღაც ტექნიკური შეფერხება ალბათ. უწია წელს კაი პიცა იყო და წელს რატო არ არის, სად ხართ? მაგარი პიცა იყო ძალიან. მე თუ არა სახლში მომინდა. ანუ აქაც კი წევარ, მაგრამ აი სახლში წოლა უფრო მოვიდა. ნაზი მისები. აი შენია. დრო არ დაბრუნდება. სანამ მუსებს არ ყომდა უნდა გადავისვა და ვიწყები. იწყება, თუ არ იწყება, დავიღალე. აი წყობა რა, ასეთები არ ვარ ვინა ვარ. გაიხეს მეგობრებო, ჩემი პატარა მეგობარი, ეხლა გამოგვეჩეკა. სულ ახალი გამოჩეკილი არის და ისე დავყავს ხოლმე რა. მართლა, აი. აკოდეი და დავყავა ხოლმე ესე, თორე ისე. და იცუნადე. If you need a love song, you can somebody find. ველოდებით მწვანე ოთახს და გიული ჩოხელს და პატა ბურჟუაზია კიდევ და ძალიან ველოდები მინა ისტერიკა მას. მე კიდევ უნდა გადავიღოთ ფოტოები, უეჭველი რაღაცები, გამოვიდა რაღაცები. არა, მე გადავიღებ თავისუფლად. დღეს ვფიქრობ, რომ უფრო დიდხანს გავჩერდე. გავიმართოთ იცოდე ისეთი დღეა გინაჯობთ ამ ხალხებს გეშინოდეთ ჩვენი გეშინოდეთ გილოთავდა დღეს აი ვიტირებ რა საყვარელია.
მოვიტყო ძალიან დავიღალე განსაკუთრებით ბეჭები მტკივა ეს ხო ჩემი ტკივილია ზოგადად და თან სულ ხელი აწეული რომ აქ რო ვიღებ რაღაცებს ყველაფერი მტკივა აუ ისეთი წამოჩემთან ჩემო პატარა მოვისმინე ეხლა წყვილ შორის რო აი ძალიან თოლიანოვნი ყოფნა მეგობრებო როგორ არ უნდა მეჩვენებინა ვლოგში დაძაბულობა ნავალკუსეთ ხოთა დაიჭი ბუჯი სულშაკი ენა დამებლანდა ბახჩა და ბაღი და ვლაბარი ეს კურუმსაღი უბერებელი უსოფლაკი სტაგია არტიას ბაღი აქსაიტოვაში ნავალკუსეთ ხოთა დაიჭი არვის სოლოვაკი და აბანოთ უბანი ვერცხლისა კარვის ქუჩები Mi khatia samshono sakhaten telikana kana tegulitapari tina karia berkata ახლა პატატო თუ რაღაცა არის მეგობრებო ვინც აქ ბერძნული გირო ჭამეთ აი ეს არ არის ბერძნული გირო ყლიობა ანუ კიდევ კარგი მდოგვი არ ეს ბერძნულ გიროში არანაირად არ არის არანაირი მდოგვი არანაირი კეჩუპი და ამას ერთი პომიდორი ქონდა და всё ანუ არა ბევრი მოსტავლე უნდა ქონდეს ხათამი გაბრიელი იყო ანუ რავი ახლა ეგეც თუ ვერ შეწვი მაკოლას გიროს აი ვერაფერი ვერ ეჯობებს ამ ცხოვრებაში და რაღაცები რომ დაფრინავს მაგის კადრებს ჩავსვამ. მე მგონია რომ просто დრონია. თურმე ვიღაცები ზია და მე ანუ კივილი დავიწყე. მგონია რომ თავს დავიწყე, მაგრამ ძალიან მეშინია. ხო, შენ ვიზიტზე რაღაცა. თაკოლო ჩოშველი, მიდი. მეგობრებო, გამომიცხარ. აუ.
აი მეგობრებო subscribe და всё ამოიცა короче bell buttons გლიჯეთ რა ბოდიში მაგრამ რო არ დამეჯვა ამ გიროთი ანუ თუკებით გიროთი ელე საყვარელო კირა რატო არ წამოიყვანეთ თქვენი შუალე მაშინ სამაგრადი გულავებ და მესროლია დაწყვეტებული ვარ ქეზე მე ენერგია მინიმუმ 1.15 წლის რო იქნება უკვე წამოვიყვანთ იქამდე არა ანუ როგორ მიჭირავს ტელეფონი ზაი დავიყალეთ მაგრამ მარიამით საი აუცილებლად ეს ხოდი კაი შენ ჩამოხვედი დღეს 3 საათზე ბერლინიდან იქო გახოიცი სულ აი ესე ვარ გაზარბე ბაისკებში ახლა არის სადღაც გავის 4 საათი და დეიშალა რა კაია ჩემი ძმა მე რო არ დამემსგავსა და პრავა 17 წლის ასაკში აიღო იმიტომ რომ ეხლა დავურეკე რომ გამოდი მეთქი მანქანით დროზე დამთავრდა საბოლოოდ open air-ი საბოლოო სიტყვი შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კაი იყო მე ზოგადად ძალიან მიყვარს open air-ი სულ კარგ დროს ვატარებ და მაგიტო და ეხლა აი ეს გამოცდილება არ მქონია ძალიან დიდი ხანია ესე რომ მოვდივართ never ending სიარული ხო არ მქონია 1-2 წელია 3 წელია არ მქონია ეს გამოცდილება და დავიღალე ხო და ეხლა ჩემს ძმაც გამოვა უკვე და გზად შევხვდები თან არ მინდა რომ აი ძალიან სოფში ედგეს ცოდოვარი დილოს 5 საათია ბოლო ხალხო აი ვლოცულობ რომ ჩემი ძმა მალე მოვიდეს იმიტომ რომ უკვე აი შიგ მუხლშიო და აი კოჩში ვარ ცუდად აი მე თან ეს ბიჭები ნამდვილად ლაპარაკობენ ხმართ უკან ვიღაცები მოდიან და თავი ამხადეს და კივიან ბოლო ხმაზე შენო არ დაიყალე გაჩუმდი რა იარე ჩუმად არ შეიძლება მაგრამ რა ბუნება აი და აი ხლა ამას ისე ხო ვერ დახავდი რო არ გამოსული ხავი აქედან დედას ვიცა აი აქ ისე ცუდად მივლის რომ ჩემი ძმა სადღა არცა რაღაცას მაგრამ ვთქვათ და ჯერ არ ვიცნა რომ აი უკვე ძალიან ცუდად ვარ თუ რაღაცა კიდევ კარგი ხასიათზე ვარ მაგრამ ეხლა ცუდ ხასიათზე რო ვიყო აი ძალიან პიზას იქნებოდა მართლა yes მადლობა ავაჩი ძმა იმინა კიდე კაი ბრavo აკაი ნელა ცოტა ნელაჩი არ გოჩქარე ფეხები ესეც ეს დასრულდა open air-ის მეორე დღეც ძალიან კარგი იყო ძალიან კარგით რო გავატარე ერთი სული მაქვს დღიურში ყველაფერს როდის ჩავწერ ძალიან დავიყალე უბრალოდ ზურგი ბეჭები აი ესენი მტკივა უზომოდ ფეხებიც ძალიან მტკივა და ეხლა დრო მოვიდა რომ სახე დავიბანო და დაფიცინო რაც ყველაზე მეტად მინდა ხვალ ბევრი საქმე მაქვს და შევხვდებით ისე და ისე bye